დააკავეს ოცნების პროპაგანდისტი მანჩო გიორგობიანი, რომელიც გუშინ გეკა გელაძეს ჰაერში აწევით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. გიორგობიანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბრალდებული თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს ფიზიკურად, ჯგუფურად გაუსწორდა. გუშინ ოცნების პროპაგანდისტის გაღიზიანება კი პოლიციის მიერ მისი ძმის შეჩერებამ გამოიწვია. გიორგობიანი სტრატეგიული ობიექტების შტურმით აღებით იმუქრებოდა. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. დაკავებულია ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს კიდევ ერთ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. კომპლექსური გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 34 პირი დააკავა. უწყების ცნობით ერთ-ერთმა ბრალდებულმა მირზა ალიევმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. უკრაინელებმა რუსეთში ვლადიმირში ელექტროგამანაწილებელი ააფეთქეს. ობიექტი, რომელსაც უკრაინამ კამიკაძე დრონებით შეუტია, ოკუპანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრია. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი დედამიწაზე ყველა ერთთან მეგობრობისკენ ისწრაფვის. მიუხედავად სირთულეების, პრობლემებისა და ტრაგედიებისა, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრი გვაქვს, რუსეთი მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის, ამბობს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.